აბა საღამო მშვიდობის დადგა კიდევ ერთი სამშაბათი იმისთვის რომ მიზანს მოვარტყათ პირდაპირ 10-იანში შეიძლება ასეც ითქვას მოგესალმებით 9:30-ს გადაცდა და რა თქმა უნდა ისე როგორც ყოველ სამშაბათს და პარასკევს მას შემდეგ რაც გადაცდება ხოლმე 9:30-ს რომ ხვდებით ერთმანეთს იმიტომ რომ უნდა შევეთამაშოთ ძალიან მსხვილ მიმზიდველ არაჩვეულებრივ თანხებს რომელსაც ვათამაშებთ ლოტო 642-ის ფარგლებში ჩვენი ჯეკპოტი უნდა შეგახსენოთ პირველ რიგში და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენს ჯადოსნურ ღილაკთან გადავინაცვლებთ ნელ-ნელა ავახმაურებთ ჩვენს ლოტოტრონს დავასახელებთ მომგებიან ციფრთა კომბინაციას და რაც შეეხება ჯეკპოტს აი ასე დიდებულად გამოიყურება 641,773 ლარი გახლავთ დღევანდელი ჩვენი ბიუჯეტი 297,000 ლარს გასცდა მეორე საპრიზო კატეგორია აქაც ამ საპრიზო ფონდში არაჩვეულებრივი თანხა არის დაგროვებული და 811 ტირაჟია დღეს ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მე ყველას ადამიანებს რომლებმაც შეიძინეს ლოტო 642-ის ბილეთები რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას მით უმეტეს ახალი წელიც გვიახლოვდება შესაბამისად რა თქმა უნდა თანხების მობილიზება ყველას ძალიან გჭირდება მაშ ასე წავედით ტრადიციულად ავითვალეთ 3-დან 1-მდე 3 2 1 და დავაჭირეთ ჩვენს ღილაკსაც ავახმაურეთ ლოტოტრონი და ვნახოთ რომელი ციფრი გახსნის დღევანდელ ჩვენს კომბინაციას. და ისიც 10-იანი მრგვალი ციფრი ჩამოვარდა. პირველი მომგებიანი ბურთი უკვე ადგილზეა. წითელმა ფერმა გახსნა დღევანდელი ჩვენი გათამაშება. მეორე მომგებიანი ბურთი ეს გახლავთ უკვე 18. კარგი ციფრებით დავიწყეთ, იმედი მაქვს რომ მოვლენები ასე კარგად განვითარდება და იმედი მაქვს ასევე იმისა რომ ეს ის რიცხვებია რომელიც შემოხაზული გაქვთ თქვენს ბილეთებში. ერთი არის უკვე მესამე მომგებიანი ბურთი, ის მოთავს და დანიშნულების ადგილზე და კვლავ წითელი ფერი, მოკლედ წითელი დღეს ძალიან დომინანტობს. 13 გახლავთ მეოთხე მომგებიანი ბურთი და დაველოდოთ უკვე მეხუთეს. ამ შემთხვევაში ლურჯი ფერის ბურთი შემოგთავაზა ლოტოტრონმა 25 მოთავს და თავის ადგილას და გჭირდება მე-6 ძირითადი ბურთი იმისთვის რომ შევეჭიდოთ ესე იგი ჯეკპოტს. და მე-6 მომგებიანი ბურთი გახლავთ 31. ბონუს რიცხვი კვლავ ყვითელი ფერი 41 საკმაოდ მაღალი რიცხვი შემოგთავაზა ლოტოტრონმა და მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ჩვენი ციფრთა კომბინაცია და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა შედეგებით ნელ-ნელა წამოგვეწევა. დავიწყოთ 10-ით 18 1 13 25 31 და ბონუს ბურთი გახლავთ 41. აბა ადამიანებს რომლებიც ახლა თვალს ადევნებთ ტელეკომპანია რუსთავიორს რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ის შედეგები რომელიც თქვენ უკვე იცით დადებითთან ბედნიერებასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გავიგებთ ოდნავ მოგვიანებით მაგრამ მანამდე მე ყველას აუცილებლად უნდა შევახსენო იმისთვის რომ თქვენ ჩაერთოთ ლოტო 642-ის გათამაშებაში ბუნებრივია ამისთვის არსებობს გარკვეული წესები პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წესი უკავშირდება რა თქმა უნდა ბილეთს და მის შეძენას. ამისთვის არსებობს უამრავი გზა, შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის საიტ www.loto.gr ასევე ლოტოს ჯიხურებში, რომელიც მიმოფანტულია საქართველოს მასშტაბით და სერვის ცენტრებში თქვენ თამამად თავისუფლად შეძლებთ რა თქმა უნდა ბილეთების შეძენას. ახლა კი შედეგები თუ შეიძლება ეკრანზე და აი შედეგებით მესამე კატეგორიაში ყავს 3 გამარჯვებული 2209 ლარი გაიყო 3 ბილეთზე 736 ლარი შეადგენს მოგება ბილეთზე ასევე მეოთხე კატეგორიაში 1530 ლარი მოიგო 2 ბილეთმა და მოგება ბილეთზე 765 ლარს შეადგენს ყველა გამარჯვებულს მე რა თქმა უნდა ვულოცავ მოგებულ თანხებს მეხუთე მე-6 საპრიზო კატეგორიაშიც გათამაშდა თანხები, თუმცა ჯეკპოტი და მეორე საპრიზო კატეგორია ჯერჯერობით ხელუხლებელია და გაზრდილი საპრიზო ფონდები ჩვენ უკვე პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მიაქტიურეთ შეიძინეთ ბილეთები და 9:30 შემდეგ ამ სივრციდან კვლავ მოგესალმებით. დროებით.